მოგესალმებით მეგობრებო, ერთ-ერთ წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ ითაკელი მეფის, ტროის ომის გმირის ოდისეუსის 10 წლიანი მოგზაურობის შესახებ. ამის მიზეზი კი გახდა ის ფაქტი, რომ სულ მალე კრისტოფერ ნოლანი თავის ახალ პროექტს გამოუშვებს დიდ ეკრანებზე და ეს პროექტი იქნება ჰომეროსის უდიდესი პოემის ოდისეას ეკრანიზაცია. რადგანაც მოლოდინები ფილმზე ძალიან დიდია, გადავწყვიტე მიმართულება მომეცა თქვენთვის და მეჩვენებინა თუ დაახლოებით რას უნდა ველოდოთ ფილმისგან. ახლა კი ვფიქრობ იმ მაყურებლებს, რომელთაც ოდისევსის ეს მძიმე, მაგრამ საინტერესო მოგზაურობა მოეწონათ, დააინტერესებთ ისიც თუ რა ხდებოდა იქამდე, სანამ მეფე ტანჯველ გზას გაუდგებოდა და დატოვებდა ტროის ნაპირებს. ამიტომაც დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ კიდევ უფრო ღრმა წარსულში და ვეცდებით ავხსნათ ოდისეამდე მომხდარი მოვლენები ქრონოლოგიურად. გავცეთ კითხვას პასუხი თუ როგორ მოიპოვა ოდისეუსმა გმირის სახელი, რატომ იყო ტროის ომი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა და ასე შემდეგ. ასე რომ კარგად მოემზადეთ, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყეთ. ტროის ომი ჰომეროსის მიხედვით. დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვებს მონსტრები აკონტროლებდნენ, სპარტასთან და ათენთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი ძალიან ძლიერი, მდიდარი და ფაქტობრივად აუღებელი სახელმწიფო ტროა. დიახ, ტროა იმით იყო ცნობილი, რომ მის უზარმაზარ გალავანს, რომელიც ლეგენდის მიხედვით ღმერთებმა ააგეს, ვერავინ ვერაფერს უხერხებდა. შესაბამისად, ვერც ქალაქის შიგნით ახერხებდა მტერი შესვლას. ტროის სამეფო ოჯახი ასე გამოიყურებოდა. სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე პრიამოსი, რომლის მეუღლეც გახლდათ დედოფალი ჰეკება. მეფე პრიამოს მმართველობის პერიოდში 50 ვაჟი და 50 ქალიშვილი ეყოლა. თუმცა მათგან ყველაზე მეტად ხალხს მაინც მისი უფროსი ვაჟი ჰექტორი უყვარდა, რომელიც სახელმწიფოს და ოჯახისთვის თავდადებული მეომარი იყო. ერთადერთი, ვინც ჰექტორზე უკეთ ფლობდა მახვილს, ეს ბერძენი გმირი აქილევსი გახლდათ. ჰექტორს თავის მეუღლე ანდრომაქეზე და თავის შვილ ასტიანაქსზე მეტად არავინ უყვარდა. მათ გამო პრინცი ყველაფერს გაიღებდა მსხვერპლად. ჰექტორს ყავდა და კასანდრა, რომელსაც თვალი არც მეტი არც ნაკლები ღმერთმა აპოლონმა დაადგა, რომელმაც ახალგაზრდა ქალს შესთავაზა წინასწარმეტყველების უნარის გადაცემა, მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ კასანდრას ღმერთთან სარეცელი უნდა გაეზიარებინა. კასანდრა დათანხმდა აპოლონის შემოთავაზებას და მიიღო კიდეც მომავლის განჭვრეტის უნარი, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ღმერთი აპოლონი გააბითურა. კასანდრას ტყუილით განრისხებულმა აპოლონმა დაწყევლა იგი ისე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში კასანდრას წინასწარმეტყველებას არავინ დაუჯერებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველთვის ჭეშმარიტებას იტყოდა. ჰექტორს და კასანდრას კიდევ ერთი ძმა, პარისი ჰყავდათ, რომელიც ოჯახისგან განკვეთილად ითვლებოდა. ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ჰეკაბემ, პარისის დედამ, წინასწარმეტყველება შეიტყო იმის შესახებ, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი პარისი გახდებოდა ტროის გადაწვის და ტროელი ხალხის სრულიად ამოწყვეტის მიზეზი. რადგანაც დედას შვილის მოკლა არ შეეძლო, მან ადგილობრივ მწყემს დაავალა ამის გაკეთება. საბოლოოდ მწყემსმაც ვერ მოახერხა ახალშობილის მოკლა და ამის ნაცვლად იგი მალულად მთებში გაზარდა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ისტორიის მსვლელობა სამუდამოდ შეცვალა. თუმცა ტროის დაცემის წინასწარმეტყველების აღსასრულებლად მხოლოდ მწყემსის სიკეთე და პარისის გადარჩენა არ იყო საკმარისი. ამისათვის კიდევ ერთი ადამიანი უნდა დაბადებულიყო. ქალაქ სპარტაში ზევსს შეუყვარდა ქალი სახელად ლედა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა გედების მიმართ. ერთ დღესაც ღმერთების მეფემ ზევსმა გედის ფორმა მიიღო და ლედაც გედად აქცია, რის შემდეგაც გაანაყოფიერა იგი და ლედამ შედეგად 2 კვერცხი დადო. თითოეული კვერცხიდან 2 ნახევარღმერთი წარმოიშვა. ერთი კვერცხიდან დაიბადნენ ძმები კასტორი და პოლუქსი, ხოლო მეორე კვერცხიდან დაიბადნენ კლიტემნესტრა და ჰელენე. ჰელენე გაიზარდა ულამაზესი, ქალღმერთს მიმსგავსებული არსება, რომელიც ჰომეროსთან მარტივად არის აღწერილი, როგორც ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც კაცობრიობას უნახავს. როდესაც ჰელენე გაიზარდა და გათხოვების ასაკი მოუვიდა, მისი ხელის მთხოვნელთა რაზმი უამრავმა მამაკაცმა შეავსო. დედოფლის გულის მოსაგებად მსოფლიოს უდიდესი მეომრები, უმდიდრესი მეფეები და საბერძნეთის პრინცები ძალიან შორიდან ჩამოდიოდნენ სპარტაში. მათ შორის იყვნენ მიკენის მეფე აგამემნონი, ითაკა
ითაკის მეფე ოდისევსი და სალამინელი აიას დიდი. ჰელენე შეშინდა, რომ ხელის მთხოვნელთა შორის კონფლიქტს და სისხლისღვრას ექნებოდა ადგილი, ამიტომაც გონება მახვილმა ოდისევსმა აბსოლუტურად ყველა მთხოვნელს ფიცი დაადებინა, რომ ისინი ერთიანი ძალით დაიცავდნენ ჰელენეს მომავალ მეუღლეს იმ შემთხვევაში, თუ დედოფალს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა, ან თუ მას ვინმე შეურაცხყოფდა. ჰელენეს კი თავად უნდა აერჩია, ვის გაჰყვებოდა ცოლად. დედოფალმა არჩევანი მიკენელ მენელაოსზე, აგამემნონის ძმაზე შეაჩერა და მათ იქორწინეს. იმედგაცრუებული სასიძუები უკან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ეს ქორწინება და მისი თამდევი მოვლენები მათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ომში ჩართვას აიძულებდა. ყველაფერთან ერთად ოლიმპოს მაღალ მთაზე კიდევ ერთი ქორწინება მწიფდებოდა. ზღვის ქალღმერთი თეტისი ცოლად მიჰყვება ფთიის მეფეს პელევს. ამის აღსანიშნავად გაიმართა უზარმაზარი ქორწილი და განსაკუთრებული ზეიმი, სადაც აბსოლუტურად ყველა ღმერთი დაპატიჟეს მოსალხენად, გარდა ერთისა. ეს იყო უთანხმოებისა და შუღლის ქალღმერთი ერისი, რომელსაც ყველგან სადაც მიდიოდა გაუგებრობა მიჰქონდა თან. უპატივცემულობით განრისხებულმა ერისმა შურისძიება განსაკუთრებული გზით გადაწყვიტა. იგი გამოცხადდა ქორწილში და საჩუქრად ოქროს ვაშლი მოიტანა, რომელზეც ერთი ვერსიით წააწერა, ხოლო მეორე ვერსიით უბრალოდ შეაგორა ვაშლი და დაიძახა ყველაზე კარგს. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მას გეგმაში ღმერთებს შორის შუღლის ჩამოგდება ჰქონდა. ვაშლისკენ ხელი სამმა ქალღმერთმა ჰერამ, აფროდიტემ და ათენამ გაიწვდინეს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ვაშლი მათ ეკუთვნოდათ. საბოლოოდ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ღმერთების მეფეს ზევს მიმართეს, რომელმაც თავის მხრივ ასევე აირიდა პასუხისმგებლობა, რადგან მას ქალღმერთების განაწყენება არ უნდოდა და არჩევანის გასაკეთებლად აირჩია სრულიად უცხო მწყემსი, რომელიც განთქმული იყო სამართლიანი არჩევანის გაკეთების უნარით. ეს მწყემსი კი ტროის პრინცი პარისი აღმოჩნდა. სამივე ქალღმერთი პარისს განსაკუთრებულ საჩუქრებს დაპირდა. ჰერამ პრინცს ევროპის და აზიის ხელმწიფობა შესთავაზა. ათენამ უნაკლო საბრძოლო ოსტატობა და სიბრძნე, ხოლო აფროდიტე, რომელმაც კარგად იცოდა პარისის გუნების შესახებ, მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ცოლად მოყვანას დაპირდა. ასე მოიპოვა აფროდიტემ ოქროს ვაშლი. ამის შემდგომ მან პარისს უთხრა, რომ ემოგზაურა სპარტაში, სადაც ცხოვრობდა მშვენიერი ჰელენე. აფროდიტე თავისი ღვთაებრივი უნარით ქალს შეაყვარებდა პარისს და ისინი ბედნიერად იცხოვრებდნენ ერთად. ასეც მოხდა, პარის და ჰელენეს ერთმანეთი შეუყვარდათ, რის შემდეგაც ჰელენემ დატოვა სპარტის მიწა და საყვარელ კაცთან ერთად გაემართა ტროის სანაპიროსკენ. ტროაში ჩასული პარისი მამამ პრიამუსმა იცნო, გადაეხვია შვილს და ისიც და მისი მეუღლე ჰელენეც დიდი სიყვარულით მიიღო. ტროის მკვიდრნი გაოცებულნი იყვნენ დედოფლის სილამაზით და აღმერთებდნენ მას, თუმცა ორმა ნათესავმა, კერძოდ ჰექტორმა და მისმა დამ კასანდრამ, სიხარულის მაგივრად რისხვით მიიღეს პარისი. ჰექტორი თვლიდა, რომ მისი ძმის უპასუხისმგებლო და ბავშვური საქციელი ღმერთებს განარისხებდა, ხოლო კასანდრამ იწინასწარმეტყველო, რომ პარისის და ჰელენეს ქორწინება ტროის დაცემის მიზეზი გახდებოდა. თუმცა მას არავინ მოусმინა, რადგან როგორც გახსოვთ, კასანდრა ღმერთმა აპოლონმა დაწყევლა თავის დროზე და უთხრა, რომ მის ხედვებს არასდროს არავინ ირწმუნებდა. ასეც მოხდა, პრინცესას არავინ დაუჯერა, ამის მაგივრად ის შეშლილად შერაცხეს და განცალკევებით გამოკეტეს. კრეტაზე დაკრძალვიდან დაბრუნებული სპარტის მეფე მენელაოსი შეიტყობს ჰელენეს წასulis ამბავს. გაიგებს, რომ იგი ტროელ პრინცს პარის გახვა, ამიტომაც მოიხმობს მთელ საბერძნეთში გაფანტულ სასიძუებს, გაახსენებს მათ დადებულ ფიცს და თავის ძმასთან, აგამემნონთან ერთად შეკრავს ბერძნების, ანუ როგორც ჰომეროსი მოიხსენიებს, აქაბელების ყველაზე დიდ გაერთიანებას და დაისახავს მიზანს, რომ ჰელენე ტროადან სპარტაში უკან დააბრუნოს. აგამემნონი მენელაოსის უფროსი ძმა, ის განაგებს უმდიდრეს და უძლიერეს მიკენს, ამიტომაც მენელაოსი ალიანსისთვის პირველად სწორედ საკუთარ ძმას მიმართავს, რომელიც ბერძენთა არმიის სათავეში მოექცევა და თავად წარუძღება მათ ტროისკენ. ამის შემდგომ ფიცდადებული მეფეები, ოდისევსი,
ნესტორი და დიომედესი გამოჩნდებიან ასპარეზზე. დიომედესი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა და მართავს მიკენის შემდგომ ყველაზე მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოს არგოსს. ათენას რჩეული დიომედესი არგოსის ისტორიაში მოიხსენიება როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი სიმდიდრე და დიდება მოუტანა არგოსს. ამის შემდეგ ასაკით ყველაზე უფროსი პილოსის მმართველი ნესტორია, ყოფილი არგონავტი, რომელმაც სოფლიო ჰერაკლესთან ერთად მოიარა. ახლა კი თავის წლებს და გამოცდილებას მენელაოსთან ერთად ტროელების წინააღმდეგ ბრძოლას ახმარს. ყველაზე რთული ითაკის მეფის ოდისევსის რეკრუტირება აღმოჩნდა, რომელიც ბრძენი და მოხერხებული მმართველი იყო. ოდისევსმა უარი განაცხადა ომში წასვლასა და არმიის გაგზავნას. როდესაც აგამემნონის მაცნეები ჩავიდნენ ოდისევსთან, მეფემ თავი მოიგიჟიანა და უნაყოფო გახრიოკებული მიწის ხმნა დაიწყო. ერთ-ერთი ჯარისკაცი მიუხვდა ეშმაკობას და მის გამოსაცდელად ხრიქს მიმართა. აიყვანა ოდისევსის ახალშობილი ბავშვი ტელემაქე და სახნისის წინ დადო. ოდისევსს სხვა გზა არ ჰქონდა, ბიჭი ხელში აიყვანა და ამგვარად თავი გამოიაშკარავა. ამიტომაც მოუწია ომში ჩართვა და საბრძოლო გემების გაგზავნა ტროის სანაპიროსკენ, დიად მეფეებთან ერთად. გაერთიანდნენ მსოფლიოს წამყვანი მებრძოლებიც, მათ შორის იყო აქილევსი, მისი უახლოესი მეგობარი პატროკლე, აიას დიდი და აიას პატარა. ფთიის პრინცი აქილევსი იყო საუკეთესო მეომარი, რომელიც სამყაროს აქამდე უნახავს. მასთან ერთად გამარჯვებაში ყველა ყოველთვის დარწმუნებულია. მისი დაბადების შემდგომ აქილევსის დედამ, თეთისმა, ბიჭი მიწისქვეშეთში ჩაიყვანა და სტინქსის მდინარეში აბანავა, რითიც შვილს უკვდავება მიანიჭა. თუმცა წყალი აქილევსის ერთადერთ ნაწილს, მის ქუსლს ვერ შეეხო, რაც შემდგომში მის ერთადერთ სუსტ წერტილად იქცა. აქილევსი კენტავრი ქირონის მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდა, რომელიც ასევე ჰერაკლეს ახამზრდელი იყო. ქირონმა ბიჭს ყველაფერი ასწავლა, მათ შორის საბრძოლო ხელოვნება უმაღლეს დონეზე. მიუხედავად იმის, რომ აქილევსი ღმერთების პირდაპირ შთამომავლად ითვლებოდა, მის დიდებას წყევლა მთელი ცხოვრება ფეხდაფეხ დახვებოდა. ბიჭის აღზრდისას დედამისი ქალღმერთი თეთისი იგებს წინასწარმეტყველებას, რომ მის შვილს ცხოვრების ორი ალტერნატივა ელოდება. ჩვენ ენაზე ბედისწერა. თუ ის ტროაში არ წავა და სამშობლოში დარჩება, დიდხანს იცოცხლებს, ეყოლება მეუღლე, შვილები და მშვიდად დაბერდება. ხოლო თუ ტროის ომში წავა, აქილევსი ადრეულ ასაკში დაიღუპება, თუმცა მისი სახელი და დიდება საუკუნეებს გაყვება. როდესაც თეთისმა გაიგო, რომ საბერძნეთის დიადი მეფეები იკრიბებოდნენ ომში წასასვლელად, მან შვილის დაცვა გადაწყვიტა და ის კუნძულ სკიროსზე, ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი სხვა ქალებთან ერთად გადამალა. დიომედესმა და ოდისევსმა შეიტყვეს, რომ აქილევსს კუნძულზე მალავდნენ, ამიტომაც ხრიქს მიმართეს. კუნძულზე ჩასულებმა თან მრავალი ძვირფასეულობა და ქალის ნივთები ჩაიტანეს. ნივთებში კი შეგნებულად შეურიეს ფარი და ხმალი. ერთი ვერსიით აქილევსმა ინსტინქტურად დაავლო ხელი ფარს და ხმალს და ამით გამოიაშკარავა თავი, ხოლო მეორე ვერსიით დიომედესმა და ოდისევსმა თავდასხმის ინსცენირება მოაწყეს, რა დროსაც აქილევსმა თავდაცვის მიზნით ოსტატურად მოკიდა ხელი იარაღს და ასე გაასცა საკუთარი თავი. ნებისმიერ შემთხვევაში ის გამოიჭირეს და ტროის ომში ჩართეს. აქილევსთან მისი საუკეთესო მეგობარი პატროკლეც გაჰყვა. ახლა უკვე თითქმის ყველაფერი მზად იყო გასამგზავრებლად, თუმცა მოულოდნელად ახალი პრობლემა შეიქმნა, რომელიც ბერძნების მმართველმა აგამემნონმა გამოიწვია. ერთი ვერსიით მან ტყის წმინდა ირემი მოკლა, რომელსაც ქალღმერთი არტემისი იცავდა, ხოლო მეორე ვერსიით აგამემნონმა, რომელიც მშვილდის გასაოცარი ნასროლით აღფრთოვანებული იყო, დაიყვირა, რომ მას მშვილდოსნობაში არტემისიც კი ვერ შეედრებოდა. განრისხებულმა ქალღმერთმა ბერძნებს ზურგის ქარი მოპარა და ასე გაუნძრევლად დატოვა ნაპირზე. საგონებელში ჩავარდნილი აგამემნონი წინასწარმეტყველებს მიმართავს, რათა მიიღოს რჩევა თუ როგორ უნდა დაამშვიდოს განრისხებული ქალღმერთი. წინასწარმეტყველი კი მას ეუბნება, რომ ჩადენილის გამოსასწორებლად ბერძენთა მეფემ მსხვერპლად უნდა გაიღოს ადამიანი, რომელიც უყვარს. კონკრეტულად კი მისი ქალიშვილი იფიგენია. ამაყმა აგამემნონმა არჩევანი გააკეთა და გადაწყვიტა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ამიტომაც საკუთარ ქალიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ატყობინებდა, რომ მის აქილევსისთვის მითხოვებას აპირებდა. გახარებული იფიგენია ეწვია მამას, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს მოპატიჟება საქორწინო სამზადის საერთოდ არ გავდა. ეს იყო სამსხვერპლო შესაწირი. აგამემნონი მიუახლოვდა ქალიშვილს და ბასრი დანა გულში ჩასცა. ახლა როცა საყვარელი გოგონა მიწაზე უსულოდ იწვა, აგამემნონმა მიმართა არტემის და ქარის დაბერვას შეევედრა.
ქალღმერთმა შეისმინა თხოვნა და როგორც იქნა აგამემნონის არმია ტროის მიმართულებით დაიძრა. მიადგნენ რა ტროის ნაპირებს, ბერძენთა არმიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ საუკეთესო მეომართა გაერთიანებისთვის მოუწევდათ წინააღმდეგობის გაწევა. სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში ჩაება აფროდიტეს ვაჟი და ტროის სამეფო ოჯახის ნათესავი ენეასი. ამის გარდა პრიამოსმა მოიხმო ტროის მოკავშირეები, ლიკიელები და ამაზონელები. ლიკიელების არმიას სათავეში ჩაუდგნენ ზევსის შვილი სარპედონი და გლავკოსი, ხოლო ამაზონებს ხელმძღვანელობდა ამორძალების დედოფალი პენტისილია. ორივე მხარემ საუკეთესო მეომრებს მოუხმო, თუმცა ეს საკმარისი არ იქნებოდა ღმერთების ჩარევის გარეშე. ამიტომაც ტროის ომის დროს ღმერთებიც ორ ნაწილად გაიყვნენ. აქაველების ანუ ბერძნების მხარე დაიჭირეს ჰერამ და ათენამ, რომლებიც ჯერ კიდევ განრისხებულები იყვნენ პარისზე, რომელმაც ოქროს ვაშლი არ მისცა მათ. ამ დროს აფროდიტე, რომელიც პარისის რჩეული გახდა, ტროელების მხარეს იჭერს და მათ ეხმარება, ისევე როგორც მზის ღმერთი აპოლონი. პოსეიდონი, რომელიც ტროელების დაუნახავობამ განარისხა, რომელთაც მიუვალი კედლების აგებისთვის მხოლოდ აპოლონი განადიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ აშენებაში მონაწილეობა თავადაც მიიღო, ამიტომაც პოსეიდონიც აქაველების მხარეს იჭერს და ასე იძიებს შურს. არესი, რომელიც თავის დას ათენას მუდმივ კონკურენტად თვლის, მის საპირისპირო მხარეს ირჩევს და ტროელების დამხმარედ გვევლინება. სასტიკი ომის მეათე წელია დაწყებული. ორივე მხარე უდიდეს ადამიანურ რესურსებს კარგავს მოწინააღმდეგის მოგერიებაში. რესურსების შესავსებად აქილევსი თავის არმიასთან ერთად დაივლის აზიურ ქალაქებს, ძარცვავს მათ და საკუთარ ხალხს საჭიროებისამებრ ამარაგებს. ერთ-ერთი ქალაქის გაძარცვისას აქილევსი როგორც ჯილდოს, ისე წამოიყვანს ქალს სახელად ბრისეის. ძარცვის და დაპყრობის შედეგად კი აგამემნონსაც ერგება ქალი პარტნიორი, რომელსაც ქრისეისი ჰქვია და რომელიც მზის ღმერთის აპოლონის პატივსაცემი ქურუმია. ეს გახლავთ ის ორი ქალი, რომელთაც ომის მსვლელობა ძირეულად შეცვალეს. ქრისეისის დატყვევებით აღშფოთებული მამამისი სასწრაფოდ გაეშურება აგამემნონის კარვისკენ და დიდძალი ოქროს სანაცვლოდ შეებედრება ქალიშვილის დაბრუნებას, რასაც აგამემნონი არასერიოზულად მიიღებს, დასცინებს აპოლონის მსახურკაცს და მუქარით გაისტუმრებს უკან. განრისხებული კაცი მიმართავს მფარველ აპოლონს და ბერძნების დასჯას მოსთხოვს. აპოლონი შეისმენს მსახურის ნათქვამს, ჩამოვა მიწაზე და ისრების მეშვეობით ბერძენთა არმიაში შავ ჭირს გაავრცელებს, რაც ძალიან ბევრ მეომარს იმსხვერპლებს. შეშფოთებული აგამემნონი წინასწარმეტყველის მოწოდებით გადაწყვეტს დაუბრუნოს ქრისეისი მამამისს, დასვავს გემზე და ოდისევსთან ერთად გაამგზავრებს თავის სამშობლოში. ცხენის ჩამორთმევით შეურაცხყოფილი აგამემნონი გადაწყვეტს, რომ თუ იგი ქალის გარეშე რჩება, მისი საუკეთესო მეომარი აქილევსის ქალის გარეშე უნდა იყოს. ამიტომაც ბრისეისის, აქილევსის ქალის კარვიდან მოტაცებას ბრძანებს, რითიც წარმოუდგენლად დაამცირებს თეტისის ვაჟს და თავად მიითვისებს ზღვის ჯილდოს. განრისხებული აქილევსი უღირსი მეფის მოკვლას განიზრახავს, თუმცა მოულოდნელად ქალღმერთი ათენა გაჩნდება მის გვერდით, მახვილზე ხელს მოკიდებს და შეაჩერებს გმირ მეომარს. ამის შემდგომ აქილევსი, რომელიც საშინლად დამცირებულად გრძნობს თავს, დაბრუნდება თავის კარავში და გადაწყვეტს, რომ იგი აღარ იბრძოლებს ბერძნების მხარდამხარ ტროის ასაღებად და ერთგვარად ასე იძიებს შურს უგნურ აგამემნონზე, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეცდომას უშვებს. ომის მეათე წელს მსხვერპლი განუზომელია. ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. პარისი, ჰექტორის ძმა, რომელმაც ტროას უბედურება მოუტანა და დასაწვავად გასწირა, ხვდება, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩაიდინა. ამიტომაც გადაწყვეტს, რომ მენელაოსი, ჰელენეს კანონიერი მეუღლე, გამოიწვიოს ბრძოლაში და გამარჯვებულს დარჩეს როგორც დედოფალი, ასევე უზარმაზარი განძი, რომელიც პარისმა სპარტადან წამოიღო. მენელაოსი დასთან ხვდება გამოწვევას და დაუპირისპირდება ტროის პრინცს. ორივე მხარის მეომრები შეშფოთებულები უყურებენ პრინცის და მეფის დაპირისპირებას. მენელაოსი, რომელიც ბევრად ძლიერი და გამოცდილი მეომარია, მარტივად დასცემს მიწაზე პარისს. ის ისაა სიცოცხლეს უნდა გამოასალმოს ახალგაზრდა უფლისწული, რომ აფროდიტე, ქალღმერთი, რომელიც ამ ომში ტროელების მფარველია, მოკიდებს ხელს პარისს და ელვის სისწრაფით სასახლეში გააქროლებს, საყვარელ მეუღლესთან ჰელენესთან. პარისი გადაეხვევა მას, თუმცა ჰელენე შეძრწუნებული
დარწმუნებულია პარისის საქციელით და შერცხვენით, ისევე როგორც მისი ძმა ჰექტორი. ის მოუწოდებს ძმას, რომ ვაშკაცურად აგოს პასუხი იმაზე, რის გამოც ათასობით ტრუელი მეომარი ყოველი დღის ბოლოს ცეცხლს ეძლევა. ამასთან ერთად ჰექტორი საყვარელ მეუღლეს და შვილს ემშვიდობება, რადგან იცის, რომ ეს შეიძლება უკანასკნელი მომენტი იყოს, როდესაც მათ ნახავს და გაეშურება აქაველთა ხომალდებისკენ, რათა განარიდოს ბერძნები ქალაქს. ბერძნები, რომელთაც ახლა აქილევსის გარეშე უწევთ ბრძოლა. აქილევსის საუკეთესო მეგობარი პატროკლე ბრძენი ნესტორის შთაგონებით მიდის ბერძენ გმირთან და მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს ბრძოლაში. თუმცა აქილევსი კვლავ არ არის თანახმა. ამიტომაც პატროკლუსს შეაგულიანებს და ეტყვის, რომ ჩაიცვას მისი აბჯარი, აიღოს მისი ფარი და ხმალი და ასე გავიდეს ბრძოლის ველზე, რითით თავზარს ასცემს ტროელებს და შეაგულიანებს ბერძნებს. პატროკლე ასეც იქცევა, მოირგებს აქილევსის აღკასმულობას, მოიგერიებს ხომალდებთან მოსულ ტროელებს და საკუთარ ძალებში დარწმუნებული უფრო მეტის გაკეთებას შეეცდება. რა დროსაც ტროელთა მფარველი აპოლონი ზურგში მძლავრად ჩაარტყავს ხელს და არეტიანებს მას, რა დროსაც ტროელი ჯარისკაცი შუბს აცგერებს მკერდში. ამ ყველაფრის შემწრე ჰექტორი კი მიხვდება, რომ დროა პატროკლეს სიკვდილის. ამიტომაც თავადაც ჩასცემს შუბს მომოკვდავ მეომარს და სულს ამოართმევს. პატროკლე იღუპება. პატროკლეს სიკვდილმა გარდამტეხი როლი ითამაშა აქილევსის ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას ტროის ომის მოვლენების განვითარებაში. სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რატომაც ღვთაებრივი აქილევსი ბრძოლაში დაბრუნდა და აგამემნონზე რისხვა შეწყვიტა. მისი ბრაზი ამჯერად სულ სხვა ადამიანისკენ იყო მიმართული, ჰექტორისკენ, რომელიც პასუხისმგებელია მისი საუკეთესო მეგობრის მოკლაზე. აქილევსის სანუგეშებლად ზღვიდან აქილევსის დედა, ქალღმერთი თეტისი ამოდის, უთანაგრძნობს ვაჟს და მისთვის ახალი აბჯრის და იარაღის დასამზადებლად ოლიმპოსკენ გაეშურება. თუ რატომ სჭირდება ახალი აბჯარი აქილევსს, ამაზე პასუხი მარტივია. მკვდარ პატროკლეს ჰექტორმა აღყარა აქილევსის აღკაზმულობა და თავად დაიტოვა, რომელიც შემდგომ აქილევსთან დუელის დროს აცვია. დაუმზადა რა ჰეფესტომ შესანიშნავი ფარხმალი და აბჯარი, აქილევსს ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. მოკლას ტროის უფლისწული. ჰექტორსა და ბერძენ გმირს შორის დუელი იმართება, რომელიც ცხადია აქილევსის გამარჯვებით სრულდება, რომელიც ლავიტში ჩასცემს ჰექტორს შუბს. სიკვდილის პირას ჰექტორი თხოვნით და წყევლით მიმართავს აქილევსს. ის თხოვს მეტოქეს, რომ მისი გარდაცვლილი სხეული ძაღლების საჯიჯგნად არ აქციოს და დაუბრუნოს ტროის სამეფო ოჯახს, რაზეც აქილევსისგან სასტიკ უარს და დამცირებას მიიღებს. ხოლო ამის შემდგომ უწინასწარმეტყველებს, რომ ის მოკვდება პარისის მიერ ნასროლი და აპოლონის მიერ მიზანში ზუსტად მორტყმული ისრის მეშვეობით. საბოლოოდ შუბის მოქნევით წაართმევს აქილევსი ჰექტორს სიცოცხლეს, ფეხებით გამოაბავს თავის ეტლზე და მის სხეულს წაიღებს ბერძენთა ხომალდებისკენ, რათა ამით პატივი მიაგოს პატროკლეს სულს და აჩვენოს ყველას თუ როგორია მისი შურისძიება. მოსაღამოებულს მეფე პრიამოსი აქილევსის კარავს ესტუმრება და სთხოვს ბერძენ მეომარს საკუთარი ვაჟის ცხედარის დაბრუნებას. აქილევსს მგლოვიარე მამის დანახვაზე საკუთარი გლოვა გაახსენდება დაღუპული მეგობრის მიმართ, ამიტომაც თანხდება პრიამოს გვამის გადაცემაზე. მას შემდეგ, რაც პრიამოსი ტროაში დააბრუნებს ჰექტორის სხეულს, მთელი ტროა დაიტირებს გმირი უფლისწულის დაღუპვას, განსაკუთრებით კი მისი მეუღლე ანდრომაქე. ჰომეროსმა გადაწყვიტა, რომ პოემა ილიადა ამით დაესრულებინა, თუმცა ტროის ტრაგედია ამით არ დამთავრებულა და ჰექტორის სიკვდილი მხოლოდ უდიდესი უბედურების დასაწყისი აღმოჩნდა. ჰექტორის სიკვდილი ასევე აღასრულებს წინასწარმეტყველებას, რომელსაც აქილევსის დაღუპვა მოჰყვება თან. ტროა ჯერ კიდევ უფლისწული ჰექტორის სიკვდილს გლოვობს, თუმცა მისი დაღუპვა ბერძნებს ხელს არაფერში აძლევს. ქალაქის კედლები ჯერ კიდევ მიუვალია. ერთ-ერთი შეტევის დროს აქილევსი თავის ბნელ ბედისწერას შეხვდება და პრიამოსის ვაჟი პარისი ისარს მოარტყავს მის ერთადერთ სუსტ წერტილს, ქუსლს. არის ვერსია, რომ პარისის მიერ ნასროლი ისარი მოწამლული იყო და აქილევსი არა მარტო ჭრილობით, არამედ ჭრილობაში მოხვედრილი შხამით გარდაიცვალა. თუმცა შედეგი ერთია. პარისი, რომლის ნასროლ ისარსაც აპოლონმა მისცა სწორედ მიმართულება, კლავს ყველა დროის საუკეთესო მეომარს, თუმცა თავადაც არ რჩება ცოცხალ დიდხანს.
ბერძნები, რომლებიც შეესწრებიან ამ სცენას, დაიჭერენ პარიზს და გამოასალმებენ სიცოცხლეს. ახლა საჭიროა გზა, რომელიც აქაველებს ტროის მაღალი კედლების მიღმა მოახვედრებს და ვინ თუ არა ოდისევსმა იპოვა გზა ამისთვის. მან სპეციალურად დასწავლილი კაცი გააგზავნა ტროელებთან, რომელმაც თავი მოღალატედ გაასაყა და მოახსენა პრიამოს, რომ ბერძნებმა ხელი აიღეს ქალაქის დაპყრობაზე. ისინი უკან დაბრუნდნენ თავიან ქალაქებში, ხოლო მშვიდობიანი მოგზაურობისთვის ააგეს უზარმაზარი ხის ცხენი, რათა ათენასთვის პატივი მიეგო და ამავდროულად ტროელებს ვერ მოეხერხებინათ მისი ქალაქ შიგნით შეტანა. ამის გასაკეთებლად უზარმაზარი ჭიშკრის გაღება იქნებოდა საჭირო. ამ დროს ბერძნული გემები რეალურად კლდეებში იყო დამალული და მხოლოდ მომენტს ელოდებოდნენ შეტევის დასაწყებად. ერთადერთი, ვინც ამ ამბის არ ირწმუნა, ეს პრიამოსის ქალიშვილი კასანდრა იყო, რომელსაც როგორც გახსოვთ, არავინ არაფერს უჯერებს. ამიტომაც ცხენი დიდი სიხარულით და ზეიმით შეიტანეს ქალაქის ცენტრში. როდესაც დაღამდა, ცხენის შიგნით მყოფი მენელაოსი, დიომედესი, აიასი და ოდისევსი გამოვიდნენ გარეთ და ტროის გიგანტური კარიბჭე შიგნიდან გააღეს. ტროაში შეღწეულმა ბერძნებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყეს ქალაქში. წვავდნენ ყველას და ყველაფერს, კლავდნენ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს ფანჯრებიდან ყრიდნენ. ამ ყველაფერს კი უძლური მეფე პრიამოსი უყურებდა, რომელიც საბოლოოდ აქილევსის ვაჟმა ნეოპტოლემოსმა გამოასალმა სიცოცხლეს. პრიამოსის სიკვდილის შემდგომ იგი ოჯახის სხვა წევრებს მიადგა, გამოგლიჯა ხელიდან ანდრომაქეს პატარა შვილი და სასახლის კედლიდან მოისროლა. თავად ანდრომაქე კი მონად დაიტოვა. 10 წლიანი ომის შემდგომ, როგორც იქნა, ტროის კედლები გაირღვა და დაუმარცხებელი ქალაქი ფერფლად იქცა. შეშინებულმა კასანდრამ თავი ათენას ტაძარში შეაფარა, საიდანაც უყურებდა თუ როგორ ჟლებდნენ ბერძნები ტროელ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, თუმცა არც თავად აღმოჩნდა კარგი ბედის მატარებელი. დამალული კასანდრა ტაძარში აიას მცირემ იპოვა, რომელმაც პირდაპირ ათენას ტაძარში გააუპატიურა იგი. ამ ყველაფრის შემხედვარი ათენამ, რომლის წმინდა ტაძარიც აიასის მოქმედებებით წაიბილძა, გადაწყვიტა შური ეძია და აიასის გემისთვის მოულოდნელად ელვა მოევლინა, რომელმაც მეომრის ხომალდი დალეწა, ხოლო წყალში ჩავარდნილი აიასი პოსეიდონმა დაახრჩო. მაგრამ ამან კასანდრასთვის არსებითად არაფერი შეცვალა. იგი ამჯერად აგამემნონმა შეიპყრო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქალი მიკენში ჩაიყვანა და თავის მოახლედ გაეხადა. აგამემნონი მიკენში დაბრუნდა, თუმცა მისმა მეუღლე კლიტენმესტრამ ვერ აიტანა კასანდრას ყოფნა მის სასახლეში და პირდაპირ ნაჯახით აკუწა იგი. კლიტენმესტრამ მხოლოდ კასანდრაზე არ იყო განრისხებული. მისთვის მოუშუშებელი ტკივილი იყო აგამემნონის საქციელი, რომელმაც შვილი მსხვერპლად შესწირა არტემის. ამიტომაც ერთ საღამოს მძინარე მეუღლეს მიეპარა და გულში დანა ჩაარტყა. ბერძენთა ლიდერი აგამემნონი ზუსტად ისე მოკვდა, როგორც მისი ქალიშვილი იფიგენია. ტროელთა სამეფო ოჯახიდან მხოლოდ ენეასმა მოახერხა გადარჩენა, რომელმაც გაქცეულ მცირე მოსახლეობასთან ერთად გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა და მიადგა იტალიის ნაპირებს, სადაც დაიწყო ახალი ცხოვრება და მისმა შთამომავლებმა რემუსმა და რომოლუსმა დააარსეს ქალაქი რომი. ჰელენესთან საბოლოოდ გაერთიანებული მენელაოსი დაბრუნდა სპარტაში და განაგრძო მეუღლესთან ბედნიერი ცხოვრება. თუმცა სახლში დაბრუნება ასეთი ადვილი ყოველთვის არ აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ითაკის მეფე ოდისევსისთვის, რომელსაც ტროის ნაპირებიდან ითაკაზე ჩასასვლელად არც მეტი, არც ნაკლები 10 წელი და წარმოუდგენლად დიდი მოგზაურობა დასჭირდა. სწორედ აქ იწყება ოდისევსის ამბავი, გმირის, რომელსაც კრისტოფერ ნოლანი დიდ ეკრანზე სულ მალე გააცოცხლებს. I will still be here as long as you hold me in your memory. Remember when your dreams have ended, time can be transcended. Just remember